მიუხედავად იმისა, რომ ეს გასულ დეკემბერში მოხდა, გაერთიანებულ სამეფოში 18 წლის უნივერსიტეტის სტუდენტის ჰენრი ნოვაკის მკვლელობა კვლავაც იწვევს საერთაშორისო ყურადღებას. ნოვაკი საუთჰემპტონში დანით სასიკვდილო დაჭრა ვიკრამ დიგვემ, რომელმაც განაცხადა, რომ ნოვაკმა მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა და ის თავდაცვაში მოქმედებდა. თუმცა საგანგაშო ახალი დანის კამერის ჩანაწერი ახალ შუქს ფენს იმაზე, თუ როგორ წარმართეს პოლიციელებმა გამოძიება დანაშაულის ადგილზე. ეხლა ლონდონიდან გვერდება ჟურნალისტი ნოა ჰოფმანი, ჟურნალ The Spectator-ის პოლიტიკური კორესპონდენტი. მადლობა, რომ აქ ხართ, ნოა. მადლობა თქვენ. ეს მართლაც სიგიჟეა, რაზეც უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვსაუბრობთ. მაგრამ იმ მაყურებლებისთვის, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, ვინც ამას არ ადევნებდა თვალს, აგვიხსენეთ რა მოხდა და რატომ არის ეს ესეთი საკამათო, დამაბნეველი და რთული. ეს მართლაც ტრაგიკული შემთხვევაა, როდესაც 18 წლის უნივერსიტეტის სტუდენტი ძალიან ტრაგიკულად დაჭრეს საუთჰემპტონში. როდესაც პოლიციას დამნაშავემ და მისმა ოჯახმა გამოიძახა, მათ სცადეს, რომ მსხვერპლი ჰენრი დამნაშავედ წარმოეჩინათ ამ შემთხვევაში. და მათ გამოიყენეს მტკიცება, რომ ჰენრი რასისტულად მოექცა ვიკრამ დიგვას, რომელიც სიქია, როგორც ერთგვარი ყურადღების გადატანის საშუალება, რათა შეეცვალათ ნარატივი იმისა, რაც სინამდვილეში მოხდა. ეხლა ჰენრი, როდესაც პოლიცია მივიდა, დაჭრილი იყო და უთხრა პოლიციას, დანი დამჭრეს, დახმარება მჭირდება, თუმცა მათ უთხრეს, არ ბიჯერებთ, ხელბორკილები დაადეს. მან რამდენჯერმე თქვა, ვერ ვსუნთქავ. ეს იყო მისი გარდათვალების ბოლო წუთები. შემდეგ ის გარდაიცვალა, რადგან პოლიციამ არ მიხედა დანით მიღენებულ ჭრილობას და მას დაადანაშაულეს რასიზმში. ხო და ამ ყველაფრის შემდეგ რასახის გამოსავალი არსებობს. ეს პოლიციის მხრიდან დანაშაულია. მიუხედავად იმისა, ვინ იყო დამნაშავე, რომ დააკავეს ხელბორკილებით და ასე სწრაფად გამოიტანეს დასკვნა. ესე რომ ესია ამ საქმეს დიდი პოლიტიკური შედეგები მოჰყვა გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ კი პოლიციის მდგომარეობაზე დისკუსია გამოიწვია. და ხომ არ იმოქმედა მასზე იმგვარმა იდენტობის პოლიტიკამ და DEI დღის წესრიგმა, რაც Black Lives Matter-ის მოძრაობის შემდეგ ვიხილეთ. და როცა იდენტობის პოლიტიკა მართლაც საზოგადოებრივი დისკურსის წინა ხაზზე იდგა და გაერთიანებულ სამეფოში, ამ ყველაფრის დიდი ნაწილი რეალურად შეერთებული შტატებიდან იყო შემოტანილი, მაშინ როცა ჩვენ აქ სრულიად განსხვავებულ კონტექსტში მოქმედებთ. თუმცა ამას ბევრი პოლიტიკური შედეგიც მოჰყვა. იმ გაგებით, რომ არსებობს იმედგაცრუება, რადგან ზოგიერთი პოლიტიკოსი შესაძლოა ამ მართლაც ტრაგიკულ შემთხვევას იყენებს, რათა გამოიწვიოს ეს. კრიტიკოსები იტყოდნენ, რომ ეს უფრო მეტ დაყოფას იწვევს, მაშინ როცა საზოგადოებამ უნდა გაერთიანდეს და არა დაძაბულობა გაანწვავოს. დიახ, და ჩვენ ვხედავთ ამდენ ძალადობას, მასობრივ სროლებს და სხვა მსგავ შემთხვევებს და აშკარაა, რომ ასეთი რამ, როცა ასე პოლარიზებულები ვართ, საკმაოდ შემაშინებელი და საშიშია თავისთავად. ეხლა გამოქვეყნებული სხეულზე დამაგრებული კლიკამერის ჩანაწერი ასევე აჩვენებს, რომ დანაშავე, რომელსაც 20 წელზე მეტი მიუსაჯეს ციხეში, ასევე არ ამბობდა სიმართლეს. მინდა შეგისწოროთ, გაერთიანებულ სამეფოში მასობრივი სროლები ნამდვილად არ გვაქვს, დიახ? ეს მართალია. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი იარაღის კანონები, რომლებიც ამ მხრივ გვიცავს. თუმცა დანით ჩადენილი დანაშაულის პრობლემა არსებობს და ეს კიდევ ერთი მაგალითია ამის. ამიტომ ბევრი დებატია იმაზე, უნდა აეგრძალოთ თუ არა სიქებს თავიანთი რელიგიური ცერემონიული დანის კირბანის დარება. ეხლა ეს არის საუბარი, რომელიც საზოგადოებრივ დისკურსში მიმდინარეობს, მაგრამ სიქთა საზოგადოების ბევრმა წევრმა აღნიშნა, რომ დამნაშავემ სინამდვილეში რელიგიური დანა არ გამოიყენა. მან სხვა დანა გამოიყენა თავდასხმისთვის და ისინი ფიქრობენ, რომ ეს უბრალოდ ყურადღების გადატანაა და რეალური პრობლემა ეს არ არის. ამ ძალიან სამწუხარო შემთხვევასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა. და მოდით ვისაუბროთ ვიცე-პრეზიდენტ JD Vance-ზე, რომელიც ცნობილია როგორც იზოლაციონისტი, მაგრამ უყვარს კომენტარების გაკეთება იმიგრაციის საკითხებზე. მან ჩაერთო და დაადანაშაულა მიგრანტები, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო. მაშ იყო თუ არა შეუფერებელი ვიცე-პრეზიდენტ Vance-ის მხრიდან ჩარევა და კომენტარის გაკეთება. და რა შედეგები მოჰყვა ამას დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის შიგნით?
ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ საზოგადოების უმეტესობა ერთიანია იმაში, რომ მისი ჩარევა საკმაოდ აბსურდულად მიაჩნიათ. და ალბათ იცით აქვთ ესეთი დამოკიდებულება, რომ მან ჯერ თავისი საქმეები უნდა მოაგვაროს, სანამ სხვებს შეხედავს. და რომ არ უნდა ქადაგებდეს სხვა ქვეყნებზე და არ უნდა ერეოდეს შიდა საქმეებში. მე ვფიქრობ, რომ David Lemmy, რომელიც აქ იუსტიციის მდივანია და ასევე ვიცე-პრემიერი და საკმაოდ ახლოსაა JD Vance-თან, ესაუბრა მას ტელეფონით, სადაც ბევრად უფრო დიპლომატიური ტონით იგივე აზრი გაიმეორა. როგორც თქვით, დამნაშავე ბრიტანელია. ის აქ დაიბადა. დიდი ბრიტანეთში მასობრივი მიგრაციის გამო ბევრი პრობლემა იყო და ამ შედეგებზე ბევრი საუბარია საჭირო, მაგრამ ეს კაცი იმიგრანტი არ ყოფილა. ამიტომ მისი ჩარევა აქ ბევრმა ადამიანმა კარგად არ მიიღო. კარგი, დიდი მადლობა ჟურნალისტ ნოა ჰოფმანს, რომელიც The Spectator-ის პოლიტიკური კორესპონდენტია.